დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართულად მუშაობა, საცობი ცენტრალურ ქუჩებში, გადავსებული ავტობუსები, მოცდის ხანგრძლივი დრო, რიგები გაჩერებებზე და გადატვირთული მეტროსადგურები მოუგვარებელ პრობლემად რჩება. თემა იმდენად კომპლექსურია, რომ პრობლემის გამომწვევი ერთი რომელიმე მიზეზის დასახელება რთულია. ქალაქში გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემურია პიკის საათებსა და წვიმის დროს. მოქალაქეების ნაწილი აღნიშნავს, რომ სატრანსპორტო სისტემის გამო დანიშნულების ადგილას დროულად მისვლა დიდ სირთულეს წარმოადგენს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი რამდენად გამართულად მუშაობს? საშინლად სულად. არ მუშაობს გამართულად. საშინელი. არ მუშაობს გამართულად. მეტნაკლებად. თბილისის მერიას საერთაშორისო ინსტიტუტების ჩართულობით წლებია საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმაზე მუშაობს, თუმცა ჯერჯერობით დედაქალაქში გადაადგილება გამარტივებული არ არის. კალაძის წარდგენილი სატრანსპორტო პოლიტიკა ჩავარდა, იმიტომ რომ იმ დროს, როდესაც ქალაქს ჭირდება ტრანსპორტით კარგად მუშაობა და ეს არის დილით და საღამოს. შუა დღეს, როდესაც იმ რაოდენობის ადამიანები არ გადაადგილდებიან, მაშინ ტრანსპორტი, ასე ვთქვათ, ცარიელია. ხოლო კარგად მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაშინ, კარგად მუშაობს, რო უნდა თქვა, ეს ნიშნავს, როდესაც დილით და საღამოს ეფექტურად მუშაობს, რიგები არ არის, ავტობუსში შესვლა შესაძლებელია და ასე შემდეგ. ჩავარდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე არ არის გაკეთებული, რამაც სატრანსპორტო პოლიტიკა უნდა გამართოს, სატრანსპორტო ხაზები უნდა მუშაობდეს კარგად. ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხო, პირველ რიგში, რომ გადაადგილება იყოს შესაძლებელი ადამიანები, მაგალითად, კალაძე მოუწოდებს, რომ მანქანებიდან ჩამოდით და გადმოჯექით ავტობუსებზე. იმ ადამიანების 20%, ვინც ახლა მანქანით დადის, რომ გადმოჯდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, იქნება სრული კოლაფსი. თუკი კვლევებს დავეყრდნობით, თბილისში დღეს 650,000-ზე მეტი ავტომობილი მოძრაობს, მაშინ როცა გზების ქსელი თითქმის იგივე დარჩა, რაც 10 წლის წინ იყო. საცობების მიმართულებით კიდევ უფრო კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს, იმიტომ რომ თბილისში არ გვაქვს ალტერნატიული გზები. ერთი და იგივე გზით დადის ამდენი ადამიანი. გჭირდება დამატებითი ხიდები მტკვარზე, იმიტომ რომ განიტვირთოს მოძრაობა, თბილისში ჭირდება შემოვლითი გზა, უფრო კომფორტული, კარგი პროექტი იყო, მაგრამ სამწუხაროდ არ განახორციელეს, ეს იყო რკინიგზის გადატანა და კიდევ ერთი გამოთავისუფლებული ძალიან დიდი სივრცე და შესაძლებელი იყო მან მაგისტრალი შეერთებოდა დასავლეთი და აღმოსავლეთი ერთმანეთს, ის რომ აღმოსავლეთიდან წამოსული მანქანა, რომელიც დასავლეთში მიდის, თბილისში არ უნდა შემოდიოდეს, საერთოდ თუმას საქმე არ აქვს. ეხლა კიდე პირიქით ამ თბილისში უნდა შემოხვიდე და მთელი თბილისი უნდა გაიაროს, ჰაცოფში უნდა მოყვე, მაგალითად ვებხი და მოყმესთან იქ უნდა გაჩერდე აუცილებლად, იმიტომ რომ თბილისიდან ვერ გადიხარ. ნებისმიერ დროს დილას და საღამოს ნახე თბილისის გასასვლელი აღმოსავლეთის მხარეს, თბილისის გასასვლელი დასავლეთის მხარეს. მუდამ პრობლემა არის. პრობლემა არის რატო? იმიტომ რომ ერთი და იგივე მანქანები ერთი და იგივე მიმართულებით მიდიან. ალტერნატიული გზები არ არის. შემდეგ არის ესეთი რამე, რომ პოლემიკაში, როდესაც შედიხარ, გეუბნება, რომ ვიცი რა არის, რაღაც ესტაკადა პრობლემას ვერ აგვარებს. მინიმალური ესტაკადებიც არ აგვაქვს. პრაქტიკაში დედაქალაქის მერიის მიერ სატრანსპორტო პოლიტიკის მიდგომის ცვლილება გამოიხატა მერიის მიერ მულტიმოდალური ქუჩების, საავტობუსო ზოლების, ახალი 18 მეტრიანი ავტობუსებისა და ზონალური პარკირების სისტემის შემოღებით, თუმცა მთავარი პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. იცით რა, სულ გადაჭედილია და სულ დატვირთულია და დამატება კარგი იქნებოდა. ძირითადად უფრო ფეხით დავდივარ, იმიტომ რომ აზრი არ აკლოდის, 9:30 საათი მაინც უნდა ელოდო, გააჩნია რეისი, ძალიან ცუდად მუშაობს. არ დავდივარ მე ძირითადად, მაგრამ ამდენჯერაც გავედი, შორმანძილზე მინიმუმ საათი-ნახევარი მჭირდება. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა განხორციელდეს და გადაიდგას სწორი ნაბიჯები, რათა ადამიანებმა შეზღუდვების გარეშე შეძლონ გადაადგილება. პირველი რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის, რომ უნდა დაემატოს მიწისძე და მეტროს სადგურები. რომ ადამიანებმა შეძლონ სწრაფად გადაადგილება. ბევრი ალტერნატივა უნდა იყოს. მაგალითად, დიდი დიღმიდან მხოლოდ ერთი ნომერი ავტობუსი არ უნდა მოდიოდეს და ყველა ერთ ავტობუსს არ უნდა ელოდებოდეს 45 წუთი და 50 წუთი. ჭირდება ესტაკადები, ჭირდება მტკვარზე ხიდი, ჭირდება ზედა საპარკინგო სივრცეები, მიწისქვეშა საპარკინგო სივრცეები, მეტრო, რომელიც არსებული ინფრასტრუქტურა, რომელიც არის, უკვე სადაც გვირაბები გაყვანილია და უბრალოდ
დანარჩენი სამუშაოები არის გასახორციელებელი. ეს არის ვაზისუბნისკენ, ეს არის კიდე გლდანის მხარეს, ხო, ანუ უნდა დაემატოს მეტროსადგურები, რომ ავტობუსის გარდა კონდეს კიდე საშუალება თბილისის მაცხოვრებელს და არა მარტო თბილისის მაცხოვრებელს. ანუ ალტერნატიული საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს. ქალაქი, რომელიც სულ მოძრაობაშია, რეალურად საერთოდ არ მიდის წინ.